სატელეფონო ხულიგნების მახეში გაბმული სალომე ზურაბიშვილისა და უჩანა ნუაშვილის აღიარებამ მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთი დასტურია, რომ უცხოური ძალები საქართველოს საქმეებში ჩარევას სწორედ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების ხელით ცდილობენ. რუს პრანკერებთან ზურაბიშვილმა თქვა, რომ თბილისში მიმდინარე პროცესები ამერიკული და ევროპული ფონდებიდან ფინანსდება. ასევე ზურაბიშვილი და ნანუაშვილი ჩივიან, რომ ბოლო პერიოდში თანხები აგვიანებს. პრანკერების მახეში გაბმას ადასტურებს უჩანა ნუაშვილი. სიუჟეტი, რომელიც გავიდა რუსულ პირველ არხზე, პუტინის მთავარ არხზე, მოსკოვში, არის ფალსიფიცირებული და დამონტაჟებული. ორიგინალში აბსოლუტურად სხვა რამეზეა საუბარი. საუბარია გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციების მიმდინარეობის დროს ეგრეთ წოდებული ტიტუშკების მონაწილეობაზე მოქალაქეების დარბევაში. თურმე არეულობას აწყობს USAID და თურმე რაღაცა ევროკავშირი და ასე შემდეგ სახელმწიფო გადატრიალებას არის კიდევ ერთი დამადასტურებელი იმისა, რომ ის პროცესები, რაც ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოში, ყველაფერი გარედან და უცხოეთიდან იმართებოდა. თანხები, რომელიც შემოედინებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით, დეკლარირების გარეშე, ეგრეთ წოდებული შავი ფული, რა თქმა უნდა, მიემართებოდა პოლიტიკაში, იხარჯებოდა იმისთვის, რომ მომხდარიყო სახელმწიფო გადატრიალება, რევოლუცია, ამის არაერთი მცდელობა გვახსოვს ჩვენ და ის გუშინდელი ვიდეო ჩანაწერიც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ეს უსამშობლო მოღალატეები, რა თქმა უნდა, პირდაპირ ჩართული არიან სახელმწიფო აღიარების თემაში, პირდაპირ ასრულებენ გარედან ბრძანებებს, დავალებებს, მათ არც სამშობლო გააჩნიათ, არც საკუთარი ოჯახი, ისინი პირდაპირ ჩვეულებრივად აგენტურულ ქსელს წარმოადგენენ. ქურცგუდი ეწვის, მეტი არაფერი არ შეგვიძლია ვთქვათ, როდესაც ქართული ოცნების გუნდის წევრები საუბრობდით, რომ კოლექტიურ ნაცმოძრაობაში გაერთიანებული ადამიანები უცხო ძალის დაკბულზე ცეკვავენ, მათ ეს ყველაფერი მათ შორის ვიდეოებითაც დაადასტურეს, რომ ესენი არიან ეს ადამიანები, რომლებიც უცხოელებს თხოვენ თანხებს, რომ შემდეგ ჩვენს ქვეყანაში მოაწყონ არეულობა და მათ შორის ქალბატონ სალომე ზურაბიშვილსაც იმ ჩანაწერში წამოსდა, რომ მშვიდობიანად ამ ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა წარმოუდგენელია და ამისთვის სჭირდებოდა თანხები. საქართველოს მორჩილებისათვის საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება და გარედან იწერება სცენარი და შიგნიდან ამისათვის მოძებნეს გარკვეული ჯგუფი აგენტურისა. სწორედ ამიტომ იყო საჭირო გამჭვირვალობის შესახებ კანონი, სწორედ ამიტომ იყო საჭირო გრანტების შესახებ კანონი და ასევე სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ ქვეყანას კონდეს სამშობლოს ღალატის შესახებ მუხლი.